ამბავი მეორე ქორწილისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა, მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მოვიდნენ უფლისწულნი დიდძალი ცხენითა და დიდებითა ვითა მთხოვნელი ხელისა მეფე თამარისა, ელჩებითა და ამალითა, კარისკაცითა და ვეზირირითა. მოვიდა მუტაფრადინი, ამირა არზრუმისა, მოვიდა ვითა მეფე, თავისი ავაზებითა, წევარი ძაღლებითა, მოიტანა უთვალავი ცხენი, განაცხადა მზადვარ დავთმორჯული მაჰმადისა, ვაღიარო რწმენა მეფე თამარისა, მივცე პირობა სამუდამო ერთგულებისა. ვაქციო საამირო ქართველთა 10 ესამთავროდო. ვითა მეფე ქალსა უნდა გამომერჩია მომავალი ქმარი მეფისა. ვითა მეფესა მევალებოდა დაცვა სამეფოს ძლიერებისა, მეფის დიდების მთავარი საზომი მისივე სამეფოა, მეფე პატრონია ქვეყნისა. მეფეთა ძალა ვერ ჰგუობს ურჩობასა, მეფეთა ნების სიმტკიცე დაძლევა ურჩობისა. შევძელი, ქალი თამარი დავუმორჩილე მეფე თამარსა. ვითა ქალსა უნდა ამერჩია პირობა მუტაფრადინისა, არზრუმის საამირო დიდი ქვეყანა იყო, ქართველთა სამეფო გახდებოდა მონაპირე შირვანისა, მისი დამორჩილება ბევრად ადვილი გახდებოდა. ქართველთა სამეფო გახდებოდა ზანთა მეფის საზომისად. სამეფო ზანთა მეფისას. ზღვარი დასავლეთისა, ქედი, მთა, ლიხისა. ზღვარი სამხრეთ დასავლეთისა მდინარე ფაზისი ვიდრე ზღვონდისა. ზღვარი ჩრდილო დასავლეთისა მთა ხარისა, ქედი არსიანისა ვიდრე კოლამდე. ზღვარი ჩრდილოეთისა ქედი კავკასიონისა, ხევი ჯიქისკარისა. ზღვარი აღმოსავლეთისა, წყალი ზანთა კაცისა. ზღვარი სამხრეთისა ზანთა ზეგანი ვიდრე მთები ანატოლიის სამხრეთისა, მიწები ალბანთა მეფისა. მერე ხეთთა მეფე მურსილისმა შეძლო დაპყრობა პელასგთა სამეფოსა, თავიდან ხეთთა მთიანეთი ვასალი ზანთა მეფისა, მერე მოკავშირე, თურმე ხეთთა მეფე დაამარცხა ფარაონმა რამზესმა, ხეთას აღმოსავლეთი წააუღია ეგვიპტესა, ხეთთა მეფე მისულა ზანთა მიწასა, უკისრია დაცვა სამხრეთისა. ჩრდილოეთი დარჩენია ზანთა მეფესა. ზანთა მეფეს არ ემორჩილებოდა კოლხა, ძველი კოლხას მიწები ჩემი სამეფოს დასავლეთი სამთავრო საკესწყლის ჩრდილო დასავლეთი ვიდრე ყირამდის. ქართველთა სამეფოს გარეთ დარჩებოდა სამხრეთის მიწები ზანთა მეფისას, სასულთნო რუმისა და ელინთა მიწები, მთელი კავკასია ქართველთა მეფის ხელსა იქნებოდა. მოვიდა ამირა არზრუმისა, იცოდა ფასი თავისივე პირობისა, მოიყვანა მთელი ამალა, ვეზირნი, მსახურნი, იცოდა მისი პირობა მოხიბლავდა მეფე თამარსა, უნდოდა ვითა მეფე ქართველთა მისულიყო საამიროსა. უხმია მხედრობა განძისა, ქორწილის მერე უნდოდა მორბევა შირვანისა, ეგონა უსარდლებდა ქართველთა მხედრობასა, შირვანი ქართველთა მეფისა იქნებაო, ვიცოდი მუტაფრადინი დაიმორჩილებდა შირვანსა, ვიცოდი მერე მოინდომებდა მორბევას რუმისა. რუმის სულთანი ვერ გაუმკლავდებოდა ქართველთა მეფის მხედრობასა, ქართველთა სამეფო ბევრად დიდი იქნებოდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ბევრად დიდი ვიდრე მეფე დავითისა, მეფე ვახტანგისა და ფარსმანქველისა. განძის ამირა მოვიდა ბოლოსა, მანამდე მოვიდნენ სხვა უფლისწულნი, მოსურნენი მეფის ხელისა. პირველი ქმრის შერთვა მასწავლა, მევე უნდა გადამეწყვიტა ბედი ქართველთა სამეფოსი, ბედი მეფე ქალისა, ახალბედა დავემორჩილე სამეოფა კარისა და ვეზირთა ნებასა, დავიცავი ძველი კანონი მეფეთა შერთვისა. უიღბლო გამორჩევა მთვალი ამიხილა, დამიცვა უფალმა, იური რუსმა გამოაჩინა თავისი ვერაგობანი, საქციელი უზნეო კაცისა, უფალმა მომცა გზა გიორგის გაძევებისა. ბევრი გადავიტანე ვითა ქალმა, უკადრებელი იკადრა უფლისწულმა რუსთა მეფისა, ვუფრთხილდებოდი სამეფოს სახელსა, ვმალავდი ვიცავდი სახელსა ქალისა, ვითმენდი ვიდრე თვითონე გამოაჩენდა თავისივე უპატიო საქციელსა. ვითა მეფე მივხვდი მიზეზსა ჩემივე მძიმე ხვედრისა. თავიდან მეგონა მეფის გარემოცვა იზრუნებდა გამოერკვია ზნენი, მომავალი ქმარისა, ვითა მეფის მრჩეველნი განსჭიდნენ სამეფოს ბედსა. მეგონა იური რუსი არჩევანი იყო ვეზირთა გონიერი განსჭისა, მეგონა ეკლესია ვითა დარაჯი ქვეყნისა, დაიცავდა მეფის სახელსა. გამოჩნდა იური რუსის შერთვა ყოფილა ნაყოფი დიდგვაროვანთა გავლენისა. თავიდან უარსა ვიყავი, მინდოდა გამოერკვიათ ღირსებანი ვითა კაცისა, ვითა ქართველთა მეფის მომავალი ქმარისა. ქვეშ ჩემივე ვეზირთა, გამოვარკვიეთო, კაცი ახოვანი, უბადლო მეომარი, უფლისწული რუსთა მეფისა, შემკული დიდი ღირსებითაო, მეფე თამარის საკადრის იქნებაო, ჰივჩაღთა მთავარმა შეიფარა, თიელთა მხარდაჭერის იმედი გექნება ვითა ქართველთა მეფესაო. სამეფო მემკვიდრის გარეშე ვერ დარჩებაო. სხვა არჩევანი არ მქონდა, მივეცი პირობა მეფისა. მივხვდი, მეფე დაუძლევია ქალსა, ქალი მეფის გარემოცვასა. თავარი მიზანი გაზრდა თავადთა გავლენისა, თურმე არავის უფიქრია არ განუსჭია ბედი ქართველთა სამეფოსა, თურმე ეშინოდათ ქალი მეფისა, თურმე უნდოდათ ეხილათ კაცი, მემკვიდრე მეფისა.
მთავარი მიზანი ეკლესიისა ეხილად კაცი, ვითა მეფე ქართველთა. მეფე გიორგის ერთგულმა თავადებმა გამოაჩინეს უმადურობა, არ დაიცვეს ქალი ვითა მემკვიდრე მათივე მეფისა. დამიცვა უფალმა, არ მომცა მემკვიდრე, ძე გიორგი რუსისა. ბევრად გაძნელდებოდა გაძევება უმადურისა, დარჩებოდა უღირსი ქმარი, ვითა მამა მეფის მემკვიდრისა, გავაგდებდი მამასა, მემკვიდრე დარჩებოდა სამეფოსა, მეფის მოძულენი ბევრად ადვილად მოაწყობდნენ ამბოხსა, გაგდებული მოახერხებდა მთიელთა მიმხრობასა. სამეფოს ჩრდილოეთი საფრთხის წინაშე დადგებოდა. თუ გიორგი რუსი მოახერხებდა დაბრუნებას ტახტისა, ვითა რუსთამთავრისას საფრთხე დაემუქრებოდა სამეფოს დასავლეთსა. მიიმხრობოდა მეფის მოძულე ლიპარიტის მოდგმასა. მთავარი მიზანი დიდვაჭართა ქარავანი ყოფილა, მათვე მოუსყიდიათ გარემოცვა მეფისა, მეგონა მეფე გიორგის გამორჩეული თავადნი უერთგულებდნენ მეფის მემკვიდრესა, დაიცავდნენ ახალბედა მეფე ქალსა. გამოჩნდა, მათივე ერთგულება წაუღია მათივე ანგარებასა. დავრჩი მარტო, ვითა მეფე, ვითა ქალი, ცოლი უმადური, უზნეო კაცისა. თურმე მხედრობა გეგმავდა ამბოხსა, არ აპირებდა გიორგის მორჩილებასა, ვითა მეფის სარდალისა. თურმე გაუნაწყენდა მეფესა, უღირსი კაცი დაგვასვა თავსაო, აქამდე ვითმენდით, გვეგონა მეფე თვითონე გააძევებდაო. ამაში აშფოთა მომხრენი იური რუსისა, მერე დაგმეს ეკლესიის მესვეურთა, საფრთხე დაემუქრა თავადთა ანგარებასა. ვიცოდი, მეფის გარემოცვა გრძნობდა მათივე ბრალსა, ვითა მონაწილე დიდვაჭართა ანგარებით შერჩეული მეფის ქმარისა. ვიცოდი, ვერავინ შეეგუებოდა ქალსა, ვითა მეფესა, მოითხოვდნენ გამორჩევას ახალი უფლისწულისა, ვითა მამას მეფის მემკვიდრისა. ვიცოდი, ანგარება გაერეოდა ვაზირთა რჩევასა, გაიღო დიდძალი ცხენი, მიიმხრო გარემოცვა მეფისა, გამოჩნდა მათივე რჩევასა, ამბობდნენ, ამ ხელა სამეფო არ ღირსებია მეფე დავითსაო, ამის ნახევარი თუ ჰქონდა მეფე ვახტანგსაო, შენი დიდება გაუტოლდება დიდება სანთა მეფისაო. მუტაფრადინის მხედრობა მოგიტანს კასპიასო, შირვანი წინ ვერ დაუდგება, იქნები ხელმწიფე ვითა ორი სხვისა და ხმელისაო. გაიგეს პირობა მუტაფრადინისას, სხვა უფლისწულთა დათმეს სურვილი მეფის ხელის თხოვნისაო. 10 სამთავრო დაეგება მეფე თამარის ფერხთაო, მუტაფრადინი უბადლო მეომარია, მზად არის დათმოს თავისივე რჯულიო. მიუხვდი დიდი ფასი გადაუხდია მუტაფრადინსა. ეგონათ დაძლევდნენ მეფის ნებასა, ვითა გამოუცდელი და უცველი ქალისა ეკლესია მირჩევდა. წყალობა მოიღო უფალმა, ვითა ჯილდო წინა განსაცდელისაო, ამირა მოაქცევს მთელ არსრუმსა, ვითა მიმდევართა ქრისტეს რჯულისაო. ეგონათ დავრჩი მარტო, მივენდობოდი მათივე რჩევასას, სამეფოს ვარჩევდი დიდებასა მეფე ქალისა. შემოვიკრიბე მცირენი, ერთგული მრჩევლნი მეფისა. შოთა მანამდე გამოვარჩიე ვითა მამა მემკვიდრისა. ვეძებდი, მინდოდა მეპოვა გზა გადარჩენისა, ვითა სამეფოს დიდებისა, ვითა ქალისა. ვერ დავუდგებოდი ძველ სამეფო კანონებსა, პირობას, თქმრად უცხო ქვეყნის უფლისწულის გამორჩევისა, არავინ მოითმენდა ქვეშევრდომსა, ყველა დიდგვაროვანი მოისურვებდა გამორჩევას თავისივე ნათესავისა, სამეფო საფრთხის წინაშე დადგებოდა. გიორგი რუსის შერთვა მაჩვენა საფრთხე დიდი სამეფოს უფლისწულის გამორჩევისა. მუტაფრადინის გამორჩევა საფრთხეს შეუქმნიდა ქართველთა სამეფოსა, არზრუმი, შირვანი, მერე დამორჩილება რუმისა, ქართველთა მცირე რაოდენობა ვერ გაუმკლავდებოდა, შეერეოდა სელჩუკთა მოდგმასა, ჩემივე არჩევანი დასაბამს მისცემდა ქართველთა სამეფოს გადაქცევას, ვითა სელჩუკთა მემკვიდრე ქვეყნისა, სელჩუკთა ურიცხვი მოდგმა წაშლიდა ქართველთა სახსენებელსა, არზრუმის ამირა, ვითა სარდალი, ვითა ქმარი მეფისა, მამა მეფის მემკვიდრისა მოინდომებდა თავისივე მომთაბარეთა მოყვანას დასავლეთსა. მათი რიცხვი დასძლევდა ქართველთა მოდგმის სათვალავსა, მანამ მემკვიდრე გაიზრდებოდა, გაძლებდა სახელი ქართველთა, ფიქრობდი, მემკვიდრე ვითა მოდგმა სელჩუკთა დიდი მოდგმისა, მოისურვებდა ახალი სელჩუკთა სამეფოს შექმნასა, ვითა მემკვიდრე მისივე წინაპარისა. თავიდანვე ვიცოდი, არ გამოარჩევდი უფლისწულსა დიდი ქვეყნისას, იმავეს მოისურვებდა სხვა. მუტაფრადინი ვერ იქნებოდა რჩეული ქართველთა მეფისა. მერჩივნა გამომერჩია უფლისწული პატარა ქვეყნისა, მეფის ძველი კანონი არ გრძალავდა ვასალი სამეფოს უფლისწულის გამორჩევასა. მეგონა იური რუსი შეძლებდა მთიელთა მიმხრობასა, მინდოდა მთიელთა შორის გამომერჩია მომავალი ქმარი მეფისა, მთიელნი მორჩილებდნენ ქართველთა მეფესა, თუ გიორგი რუსი მოინდომებდა მთიელთა ხელით ამბოხსა, უფლისწულის სამეფო წინ დაუდგებოდა ურჩობასა. მინდოდა მეფის ქმარი გამომერჩია ჩემივე პირობითა. მემკვიდრის მამა ადრევე გამოარჩიე, მინდოდა სახელი მეფის ქმრისა, ვითა დაცვა ძველი სამეფოს კანონებისა. მე ოსთა უფლისწული გამოვარჩიე, მივედი, გავურიგდი, დავითახმე მეფის პირობასას, იცოდა სოსლანმა უნდა დაეცვა საიდუმლო მეფისა, პირის გატეხვა ფასი მისივე სიცოცხლისა. დავუმალე, ვერავის გაუმხელდი, ჩემივე არჩევანსა, ვითა გამორჩევას მემკვიდრის მამისა. ვუთხარი საფრთხე მუტაფრადინის გამორჩევისა.
მათვე მირჩიეს, მოისყიდა გარემოცვა მის გამორჩევას ელიანუ. შენვე თქვი, მუტაფრადილმა მეფის და გამოარჩიაო, არზრუმის ამირამ შენივე ნახევარ და შეირთოსო. ამირა მეფის განაწყენებას მოერიდება, მათივე დედოფალი მეფე გიორგის ასული იქნებაო. ამირა დაიცავს თავის სახელსაო. მართლა დიდებული ნადიმი გავუმართე არზრუმის ამირასა. გავისტუმრე მეფის საკადრისი წვენითა, გავაყოლე მზითევი საკადრისი მეფის ასულისა. 10 თვის მერე ქმრად გამოარჩიე უფლისწული ოსთა მეფისა. მერე გადავიხადეთ ქორწილი საკადრისი ქართველთა მეფისა. სიტყვათა განმარტება. ფაზისი, ჭოროხი, ფასისი, რიონი. ყირით ყირიმი. თა ხარისა, ხართა, თა არსიანისა. ხევი ჯიქის კარისა, ხევი დარიალისა.